იმას რომ მივთი დაადოთ. დუდუკი რომ მოაშველოთ იღებ. აი, ორი დაგვიწყოთ. მოვალ ცოტა. თქვენ დაბლა ჩავზანთ აგენტო, აი ისა 38-ო. აი აი ფარდასთან პოზიცია რომ კარგად გამოჩნდნენ. ბატონო საღო, მომზადეთ თქვენს. გააკეთებთ კომენტარს. მე დიახ. კარგი, დავიწყოთ. ისა იმასაც აგეტო ოპერატორი. ჩართულია კამერა. ცოტა ხანი ლონკა რომ მოვიკლათ ცოტა ხანი. აი, ვიწყებთ შო. საღამოშტობის. ამა თვის 20 საათ რიცხვში განხორციელდა ტერორისტული აქტი, ტერორისტები დაესხნენ თავს ლოს-ანჯელესის მთავარ ბანკს, სადაც ადგილზე მუშაობდა ფედერალურ ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, ასევე ფედერალურ ბიუროს ძევალთა გადარჩენის სპეციალური დეპარტამენტი, ასევე ადგილზე გამოცხადებული იყო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სპეციალური დანაყოფის რაზმი, ასევე მონაწილეობას იღებდა ნაციონალური გვარდიის სპეციალური დანაყოფი დელტა ქვედანაყოფი. ადგილზე ფედერალურმა ბიურომ წარმატებით დაიხსნა სამი მძევალი, რომელიც ავაზაკებს ჰყავდათ ქვედაყვანილი მძევლად და იყენებდნენ მათ როგორც სავაჭრო საგნად. ტერორისტების მოთხოვნა იყო ფული და ეგრეთ წოდებული მწვანე კორიდორი, რომ ბანკიდან თავი დაეღწიათ იმ თანხასთან ერთად, რომელიც ბანკიდან აიღეს და ასევე იმ თანხასთან ერთად, რომელიც ჩვენგან მოითხოვეს. აღნიშნულზე ფედერალურმა ბიურომ ოპერატიულად იმუშავა, ყველა გამდაცებელი და ტერორისტი დაკავებული იქნა და ან განეიტრალებული. ასევე ამა თვის 30 რიცხვში ჩატარდა ეგრეთ წოდებული მასიური ჩხრეკა, რეიდი ერთ-ერთ დაჯგუფებაზე, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებდნენ ბალასების გენგს. აღნიშნული კაი. ორი წუთი. შეგიძლია გააგდო. დ არის ინიციალებით. კარგი, გავაგზავნეთ. ეს ამოჭერით მე რა. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ასევე ამა თვის 30 რიცხვში ჩატარდა მასიური ჩხრეკა. 29. კი, ამოჭერით ესეც. ასევე ამა თვის 29 რიცხვში ჩატარდა ეგრეთ წოდებული რეიდი, მასიური ჩხრეკა. პიროვნებებზე, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებდნენ ბალასების გენგს. აღნიშნული რეიდი ჩატარებული იქნა უშუალოდ ფედერალურ ბიუროს ხელმძღვანელობით, მაგრამ აღნიშნული მასალები და ინფორმაცია პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა პროკურატურისთვის მიწოდებული, რის შედეგადაც გამოიცა ორდერი ზემოხსენებული ჩხრეკის. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა საგანგებო ბრიფინგზე, ასევე მივიღებ ნიუსისგან კითხვებს. ასევე პოლიციის ხელმძღვანელი ბატონი საფენესის გააკეთებს განცხადებას. კითხების მერე მე გავუსწრებ. არა, მე მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა. მოყვათ თუ არა მსხვერპლი ამ რეიდებს და თუნდაც ბანკის გატაცებას, ბანკზე თავდასხმას და რა არის მსხვერპლის რაოდენობა? მსხვერპლი იყო როგორც ბანკზე თავდასხმის დროს, ასევე რეიდის დროს. რეიდის დროს განეიტრალებული იქნა აღნიშნული გენგის 8-მდე პიროვნება და დაკავებული იქნა გენგის არაძარებელები. ხოლო რაც შეეხება ბანკს, ბანკში სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან დანაკარგი არ ყოფილა. ხოლო რაც შეეხება თავაზაკებს, დაახლოებით 4-მდე განეიტრალდა, ხოლო თუ არ ვწდებით 18-მდე დაკავდა. არის თუ არა მოსაზრება იმის, რომ რამოდენიმე ავაზაკი, როგორც ეგეთი ადგილის ტერორისტულ აქტს თავს და ანუ ერთ სიტყვით ტერიტორიიდან შეიმალა.
გაქვთ თუ არა ამის მოსაზრება? ფედერალურ ბიუროს აღნიშნულზე გამოძიება დაწყებული აქვს სპეციალურ დეპარტამენტს, რომელიც დეტალურად გაანალიზებს და მოიკვლევს აღნიშნული სიტუაციის მასალებს. დიახ, არსებობს კონიურული ეჭვი იმისა, რომ რამოდენიმე პიროვნება ადგილიდან მიიმალა და მიმალვა შეძლება. კარგით, ამ მეტი შეკითხვა ამ წამს არ გვაქვს. მაშინ მოვუსმენთ უკვე ბატონ საფს. კი ბატონო, მოვძენთ ბატონო. ისმის ჩემი? კარგად ისმის ჩემი ბატონებო თუ კი ბატონო. ბატონო. კი. პირველ რიგში მოვესალმები ყველას, მივესალმები დასვლის საზოგადოებას, გაგაცნობთ თავს. საფენესი, ლოს-სანტოს პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩვენი საგამოძიებო დანაყოფის მიერ ჩატარებული ინტენსიური ოპერაციების მეშვეობით წარმატებით შევკავით საქმის მასალები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ბალას გენგის, ასე უწოდებდნენ თავს, არალეგალურ ქმედებებს. გენერალური პროკურატურის ორდერის საფუძველზე განხორციელდა საგანგებო რეიდი, რომელსაც წინ უძღვოდა ფედერალური ბიურო, რომლის ფარგლებშიც დანაშაულის ჯგუფის რამდენიმე წევრი იქნა დაკავებული. ისინი ამჟამად პასუხისმგებაში არიან მიცემული და სასჯელს იხდიან, ასევე მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ეს ოპერაცია ნათლად აჩვენებს იმას, რომ LSPD უტყევად კანონის ფარგლებში იბრძვის ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ. მადლობა მინდა გადაუხადო საგამოძიებო ჯგუფის თითოეულ წევრს პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის. ასევე, როგორც პოლიციის ლიდერი, მადლობას ვუხდი ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს, არმიას და IMS დახმარებისთვის. კითხვები გაქვთ ხალხო? დიახ. რატო არ არის უშუალოდ არმიის წარმომადგენლები ბრიფინგზე? რატო არ არიან? მაგაზე პასუხი არ გამოჩნია პირადად მე. არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ჩატარდება ბრიფინგი? ბრიფინგის ჩატარება, ისევე როგორც თქვენ, ასევე ბატონის საბის ინფორმირება მოხდა დეპარტამენტის რაციის საშუალებით. თუ სურდათ ბრიფინგზე მონაწილეობის მიღება, დარწმუნებული ვარ, ჩამოვზარდებოდნენ. როგორც ჩანს, არ ქონდათ. გასაგებია. გავითვალისწინებთ ამასაც. კარგით, მე უშუალოდ არაფერი კითხვა არ გვაქვს. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი გვესაუბრეთ და საკმაოდ ამომწურვალად გვითხარით ყველაფერზე ინფორმაცია. მადლობას გიხდით, იმედია მომავალშიც მსგავსი ბრიფინგებით გაგვახარებთ შტატის მოქალაქეებს. კითხვა მაქვს. კითხვა მაქვს. არ ვიღებთ კითხვებს აგენტებისგან. კარგი, დასრულებული არის ბრიფინგი, მადლობა ყველა სასწრებისათვის. ერთი ფოტოც რო გადავიღო, თუ შეიძლება. ფოტო? კი ბატონო, გადაიღეთ. გასიოდნო გვერდზე რო გაიძია. როგორ? ახლავე? რა სახის ფოტო გნებავთ ბატონო? უბრალოდ ბრიფინგი რო ჩატარდა, მაგის დამადასტურებელი. ეს მომაცილეთ აქედან. ეს გლეხი მომაცილეთ აქედან. ბატონო. ეს იმაკავებენ მოკლედ ბიუროს აგენტები.